ყველაზე ლამაზი ადგილია საქართველოში მონი. ბუნება, რომელიც ყველაფერს გვაძლევს სიცოცხლისთვის, ჩვენ ადამიანები არ ურთხილდებით. სწორედ ამ მიზეზების გამო გადავწყვიტე შევქმნა ციფრული სივრცე ჩვენი ბუნების დასაცავად და მეტად გასაცნობად. YouTube-ის დახმარებით ადამიანები თუნდაც ანტარქტიდაზე მიდიან, მე ამ სივრცეს ჩვენი ბუნების დასაცავად გამოვიყენებ. დარწმუნებულად ბევრ რამეს შევცვლით ერთად. ასე რომ მოგესალმებით ჩემს YouTube არხზე და ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. ტყეში ამოვედი, ანუ ერთ-ერთ გორაზე ამოვედი და აქ წერ ვიდეოს და აი რო ვიხედები აქაც კი ნაგავიყრია რა, აი ეგ რატო უნდა იყაროს ნაგავი, ეგ ჩემ გონებამდე ვერ მოდის რა, ეგ გადის ადამიანის პასუხისგებლობაზე. ყველაფერი ერთი უბრალო ფიქრით, ანუ ერთი იდეით იწყება. ჩემთვის ფიზიკური მუშაობა, ანუ ბუნების დალაგება ნამდვილად მარტივია. აი საზოგადოებაში იდეის გავრცელება და ადამიანებზე გავლენის მოხდენა, ეს უკვე ნამდვილი გამოწვევაა. დღეს ჩვენი ციფრული სამყარო დაბინძურებულია უამრავი უსარგებლო ინფორმაციით, ისევე როგორც ბუნება. სწორედ ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ გადავწყვიტე გავხდე ადამიანი, რომელიც საკუთარ რესურსს მოახმარს ბუნების დაცვას და ციფრული სამყაროს დახმარებით ბუნების დაცვის იდეის გავრცელებას საზოგადოებაში. ამ პრობლემის მოგვარება თითოეული ჩვენგანიდან იწყება. აუცილებელია ყველა ადამიანმა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა ბუნების მიმართ. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი მაინც სახელმწიფო ორგანოებზე გადის, რადგან დღეს საქართველოში ოფიციალური ნაგავსაყრელეები არაფრით განსხვავდება უკანონო ნაგავსაყრელებისგან. სწორედ ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ საქართველოში ნაგვის გადამუშავების სისტემა საერთოდ არ მუშაობს. ამიტომ აუცილებელია საქართველოში ნარჩენების გადამუშავების საკითხი უფრო აქტუალური გავხადო. აქ კიდე უამრავი ნაგავიყრია. დღეს შევაგროვე უკვე საკვარისი და შემდეგ ვიდეოში ალბათ აქ ამოვალ და იქნება ეს ადგილი რაღაცნაირად ერთიანად მოვასუფთავო რა. შემდეგში უფრო მეტი რაღაცები დამჭირდა, მეტ ნაგვის ტომარას წამოვიღებ, იქნება ვინმე წავამყვეს რა, ვინმეს და просто უბრალოდ მარტო რომ მოვდივარ და მარტო ვაკეთებ ამას ზართული არის. ბოლომდე ვერც დავასუფთავი აქაურობა წესივრად. 4 ტომარა ნაგავი შევაგროვე რა, 1000 წვრილმანი იყო და თავარია არ გავჩერდა, მე გაჩერებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ფაქტია, რაც ძალიან ნერვებს მიშლის. აი ციხისძირში ყველაფერი სხვაგვარად იყო, რადგანაც მარტო არ ვიყავი. გაიცანით ზაქარა, რომელიც იქ ჩემს სასახმარებლად წამოვიდა. ადგილები გვაქვს. ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც დასახმარებლად, მაგრამ თავარია მარტო არ ვიყავი, რადგან მარტო მოგზაურობა ჩემთვის ძალიან მოსაწყენია. ყველაფერი კი დაიწყო აქედან. იდაჯეკ. წამო. გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ ციხისძირში ჩავედით. სილამაზედ გაკურებული ვფიქრობდი, რომ მე აქ ნაღავს არ შევხვდებოდი. დაუბანაკდით, მალევე დაღამდა ჩვენს დავიძინეთ, მაგრამ ყოველი მზის ჩასვლას ხომ მზის ამოსვლა მოსდევს. ამინდი მშვენიერი დაგვემთხვა და გადავწყვიტეთ დაგვეთვალელებინა ციხისძირი. ნიკო რასაკეთებ, ნიკო? ნაგავი დამჩა და ერთი გავავსებ ბაიოს ხვის დაყრისას გავაყვეთ. გიგდი. რაღაც არიელი პარკი გადავაგდე, ბაიოს სავსეს გადავაგდე. მართალი. ეკოლოგია მე პირველ. გამარჯობა თავში. გამარჯობა. ხაშე ვაკ სანაგვი სადა ხო არიცი? იქეთ წინაშე. არის ხო? მადლობა გაიხარე. დავიწყეთ მეორე დღე მოგზაურობის. ალამაზია. ამ ადგილას ერთი 10 ჯერ ვარ ნამყოფი და ყოველ მოსვლაზე იგივე რეაქციები მაქვს, მაგრამ აი ულამაზესი ადგილია. კაფე ბამბუკები. აი რო გამოდიხარ და აი ხეცი. აი ულამაზესია რა. ზაქარ ას ფიქრობ, ყოველ ჯერ ერთი რეაქცია გაქვს ამ ადგილზე. ჩადია. უფრო მეტი ტრაკები რო იყოს, უკეთესი იქნება, მაგრამ ჯერ სეზონის დასაწყისში. ყოველჯერ რამდენჯერაც აქ მოვდივარ, იგივე რეაქცია, იგივე შეგრძნებები მაქვს, რომ აი მე
ძალიან ლამაზია. აქ მოვიდა უცხოელები. შეხედეთ, ეს არის საქართველო ხალხი. მედუზები ძმა. ჩაგდე. ამა შეხედეთ. მედუზა გავაძრე, ხედავთ? რიბაკი ბიჭი. მოსტყორცნე ჩვენია. აუ რას დავიზაგრები? ულალა. ალალა. ავიდა ზაგარი. აგე ჩვენი რიბაკი ბიჭი. გონია რამის დაიჭერს და დასტევს თევზებს. თევზსა შენიაო იძახის და ნახოთ აბა. ნახოთ რას დაიჭერს ჩემი აზრით. ვერაფერსაც ვერ დაიჭერს. ციხისძირი მოვიარეთ, გავიცანით ადგილობრივ მოსახლეობას, ამ სილამაზით სავსე ბუნებისგან მიღებულ ემოციებს ერთმანეთს უზიარებდით, სანამ არ ვნახეთ ეს ადგილი. ადგილი, სადაც პირდაპირ ჩანდა ადამიანების უპატივცემულობა იმ ულამაზეს ბუნების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. სადაც ეს ადგილას ვარ, სადაც აი უამრავი ნაგავი ყია და რა თქმა უნდა მე სადავარ ჩემი ნაგვის ტომრების და ხელთაშვანების. უბრალოდ ადგილს შეხედეთ სადავარ და აქედან თუ გაიხედებით აქ გადიხარ ზღვაზე. ადგილს უბრალოდ შეხედეთ სადავარ. ჯერა რომ ყველა ადამიანს შეუძლია მოგზაურობისას ბუნების დასუფთავებაზეც იზრუნოს. სწორედ ამას გავაკეთებ მეც, ჩემს სურვილებსა და მოქალაქეებრივ პასუხისმგებლობას გავაერთიანებ, მიღებულ შედეგით ბუნების დაცვის იდეის გავრცელებას მოვახმარ. თუ გსურს შემომიერთე და დამეხმარო ამ იდეის გავრცელებაში, აუცილებლად გამოიწერე ჩემი არხი, რადგან ჩემი გამოწერით პირდაპირ ეხმარები ბუნებას, რომელსაც დახმარება ძალიან სჭირდება. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია ციხისძირში და ძირს რო დაიხედო სავსეა ბოთლები. უბრალოდ ვერ ვიაზრებ, აი რატო ყრია აქ ბოთლებიტო. სავარაუდოდ ამ წყალმა წამოიღო. ვიღაცამ ზემოთ დაყარა და ეს ჩანჩქერი რომ მოდის. ეს ჩანჩქერი რომ მოდის, ფიქრობ რომ იმ ჩანჩქერმა გადმოიტანა რა და აქ ხევში დაგროვდა, მაგრამ მაგიტო არ უნდა დააგდო არსად რა, აი სავსე სუბოთლები და ისინი ყრია რა უბედურება. ხოდა ასეთ ადგილზე ერთივე შოკი ბოთლი ეყარა რა. ძალიან სამწუხაროა. აქეთ ზღვა. ყველა ვაზიარებთ როგორი ლამაზია ჩვენი სამშობლო და ყველას ვითანხმები რომ ულამაზესია, მაგრამ არავინ იშვიათად ვინ აზიარებდეს ამ სილამაზის უკან რაიმე რა არის რა დგას და რამდენი რაღაცა გვაქვს გამოსასწორებელი და სწორედ ამიტომ ვაპირებ ბრძოლას რა. თუ შევიტან ამას წვლილის იმაში რომ თუნდაც რაღაცები შეიქმნას რაც ესეთ ადგილებს დაასუფთავებს, იმიტომ რომ იშვიათად არის ეგეთი ღონისძიებები. მეძიები ხოლმე როგორ არ ტარდება, მაგრამ ფიქრობ მედიას რა ძალაც აქვს, გამოვიყენო ის ძალა რა. და რავი, თქვენი გვერდში დგომა კიდე ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თითოეული მოწონება, თითოეული გული ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ამ ვიდეოთი მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ თქვენთაგანს ყოველი დონაციისთვის, გამოწერისთვის, ლაიქისთვის და კომენტარისთვის ჩემს Instagram-სა და TikTok-ზე. თქვენი დახმარებით დავიწყე საქმე, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარ შედეგებამდე მიგვიყვანს და იცოდეთ რომ მე გაჩერებას არ ვაპირებ.